იყო და არა იყო რა. იყო ერთი კაცი, რომელსაც მეტად ზარმაცი და უქნარა შვილი ჰყავდა. სანამ ძალა მოსდევდა, არჩენდა შვილს, არაფერს აკლდა. ბოლოს მოხუცდა და ოჯახის შენახვა გაუჭირდა. იფიქრა, ბიჭი თავისი უქნარობით მოკვდებაო. დაუძახა ერთ დღეს და გამოსაცდელად უთხრა. მე საცა მოკვდები და ჩემი ქონება სხვას უნდა დაუდოვო, რადგან შენ სულ ერთია ვერ მოიხმარ. უქნარობით გაანიავე, მუშაობა გეზარება და სულ მცირეოდენი ფულის შონა კი არ შეგიძლია. რატომ არ შემიძლია? მაშინ თუ შეგიძლია, შენი ნაშოვნი ფული მომიტანე და ქონებასაც მაშინ დაგიტოვე. ჭიათაქრის გამკეთებელი იყო. დედას გამოართვა ფული და ქუჩა უქმად იხეტიალა და საღამოს დაბრუნდა და მამას ფული მიუძღვნა. მამამ შვილის მოტანილი ფული დაყნესა, გადააგდო, გადმოაბუდა და უხაში შეუძახა. გადაყავი ამის შოვნას. ეს შენი ნაშოვნი არაა. მეორე დღესაც გამოართვა დედას ფული. მთელი დღე ქუჩა უქმად იხეტიალა. საღამოხარ სირბინა გააფრია და მამასთან შევიდა. მამამ შვილის მიცემული ფული დაყნესა, გადააგდო, გადმოაბუდა და უხაში შეუძახა. ხედავ, როგორი გააფრილი მაქვს შუბლი. ძლივს უშოვა ეს ფული. მაგრამ ეს შენი ნაშოვნი არაა. ჩაიჩინა და გაეცალა. იგი მიხვდა, რომ საქმე წახვდა. მამა ჭკვიანი კაცი იყო და ვერ მოატყუებდა. ამიტომ გადაწყვიტა, რომ საკუთარი ოფლით და შოვნით ეშავა ფული. მთელი დღე იმუშავა, ზოგს რა გადაუზრდა, ზოგს რა გაუკეთა. მოაგროვა ცოტაოდენი ფული და მიუტანა მამას. მამამ შვილის მოტანილი ფული დაყნესა, გადააბუდა, უხაში შეუძახა და უთხრა. ეს შენი ნაშოვნი არაა. ლაქენი მამაჩებო, მე ამ ფულს ერთი ფრია მოვიდა. შეცეცხლში წმიჭი. ახლა კი გადაიდია ბიჭი. ორი ხელით ეცა უხაში, შეგდები ფულს გამოვიტანდა. შვილო, ახლა კი ჯერა შენი. მათ ფულზე ისე დაგეცაგული, რომ მართლაც შენი შრომითაა ნაშოვნი. ასია ფული შონა ძნელია, თუ მუშაობა გექნება და იცხოვრებ, არ იმუშავებ და მუდამ შერტყურვალი იქნები.